ამ დღეებში პარიზი ტვინის ჯანმრთელობის მსოფლიო ცენტრად იქცა. პარიზის ტვინის ინსტიტუტმა დაარსების 15 წელი საერთაშორისო ფორუმით აღნიშნა და მეცნიერები, ჯანდაცვის ლიდერები და ექსპერტები მთელი მსოფლიოდან ერთი მიზნის გარშემო გააერთიანა. ტვინის ჯანმრთელობა 21 საუკუნის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად იქცა. ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებები კაცობრიობის მესამედზე მეც ეხება და სწორედ ამიტომ ექცევა ამ სფეროს უპრეცედენტო ყურადღება. სამდღიანი ფორუმი პარიზის ტვინის ინსტიტუტში გაიხსნა. იუნესკოს სათაო ოფისში გაგრძელდა და საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის შენობაში დასრულდა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პან გი მუნმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და იუნესკოს პირველმა პირებმა. ფორუმის სცენაზე სხვა წამყვან ნევროლოგებთან ერთად ცნობილი ქართველი ნევროლოგიც ვიხილეთ. პანელური დისკუსია განვითარებად ქვეყნებში ტვინის დაავადებების კურნალობას ეხებოდა. ქართველი მონაწილეს წარდგენა კი ყველა დანარჩენისგან გამორჩეული იყო. დისკუსიის წამყვანმა განაცხადა, რომ ალექსანდრე ცისკარიძე განსაკუთრებულ პერსპექტივას ევროპისა და აზიის, გლობალური ჩრდილოეთისა და გლობალური სამხრეთის გადაკვეთის წერტილიდან სთავაზობს. ფაქტი, რომელიც საქართველოსთვის განსაკუთრებით საამაყოა. ბატონო ალექსანდრე, ჩვენ უკვე მოვუსმინეთ გამომსვლელებს დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან. თქვენ საქართველოდან მოდიხართ, რომელიც ამ ორ შორის გზაჯვარედინია. ასევე წარმოადგენთ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასაც. მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრი განსხვავებული ადამიანის ხმა ხართ ამ ფორუმზე. მოგვიყევით რა ხდება იქ, საიდანაც მოდიხართ. ასე წარადგინეს ქართველი ექიმი, ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ტვინის ჯანმრთელობის მსოფლიო ფორუმზე. დიახ, მე წარმოადგენ სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას. მინდა გითხრათ, რომ როდესაც ამ ქვეყნებზე ვსაუბრობთ სამედიცინო რესურსების თვალსაზრისით, დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის განსხვავება ნამდვილად იგრძნობა. ამ ქვეყნებში საჭიროა მეტი სამედიცინო ტექნოლოგია, პერსონალის უკეთესი გადამზადება, რადგან უკეთ მოხდეს თავის ტვინთან დაკავშირებულ დაავადებებთან ბრძოლა. პარიზი 2026 წლის იანვარში მსოფლიო მედიცინის ეპიცენტრი გახდა. აქ იუნესკოს შტაბ-ბინასა და პარიზის ტვინის ინსტიტუტში ტვინის ჯანმრთელობის მსოფლიო ფორუმი გაიხსნა. მეცნიერები თანხმდებიან, რომ ნევროლოგიური და ფსიქიკური ჯანმრთელობა აღარ არის მხოლოდ კლინიკური საკითხი. ეს გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის გამორჩეულად საყურადღებო მდგომარეობაა. ფორუმი მიზნად ისახავს ტვინის კაპიტალის, ცნების დანერგვას, რაც ერის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის საფუძველი უნდა იყოს. ჩვენ დღეს აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რათა მკაფიოდ თქვათ, რომ თავის ტვინის ჯანმრთელობა ყველას ეხება და ეს ყველასთვისაა. ნევროლოგები კი უნდა ვიყოთ პირველები, ვინც ამაზე იზრუნებს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად, რათა ნევროლოგიურ აშლილობებთან დაკავშირებული პრობლემების რიცხვი შევამციროთ. იუნესკოს დარბაზებში პოლიტიკურ სტრატეგიებზე იმსჯელეს, თუ როგორ უნდა აისახოს ტვინის ჯანმრთელობა სახელმწიფო ბიუჯეტსა და განათლების სისტემაზე. ხოლო პარიზის ტვინის ინსტიტუტი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ცენტრია, უშუალოდ მეცნიერულ გარღვევებსა და ინოვაციებს მასპინძლობს. მთავარი თემაა დაავადების პრევენცია დაბადებიდან ღრმა მოხუცებულობამდე. სწორედ აქ ხდება აკადემიური ცოდნის ინტეგრირება რეალურ ცხოვრებაში. ჩვენ აქ რეალურ პრობლემებზე და ამ პრობლემების გამომწვევ დაავადებებზე ვსაუბრობთ, როგორიცაა ტვინის დაავადებები, დემენცია, ინსულტი და დეპრესიაც კი. ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ დემენციის 40-45%-ის თავიდან აცილებაა შესაძლებელი, ისევე როგორც ინსულტის შემთხვევების 65%-ის, ასევე დეპრესიის შემთხვევების 35%-ის. ეს გამორჩეული დროა ჩვენი ეპოქის, რადგან ჩვენ უკვე ბევრი ვიცით ამ დაავადებებზე და შეგვიძლია ადამიანებს მეტად დავეხმაროთ ამ დაავადებების თავიდან აცილებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ეს ფორუმი გლობალური სამოქმედო გეგმის ნაწილია. ფორუმზე პარიზში ტედროს ადანომ გაბრიესუსმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ტვინის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ უნდა იყოს მხოლოდ პრივილეგირებული ქვეყნების ფუფუნება. საუბარია ადრეულ დიაგნოსტიკასა და იმ ბარიერების მოხსნაზე, რომლებიც პაციენტების ხარისხიან კურნალობას აფერხებს. მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი ადამიანი იტანჯება მენტალური დაავადებებით, ბევრი მათგანი ნევროლოგიურ დაავადებებთან ასოცირებული. ეს უბრალოდ ციფრები არაა, მათ უკან დგანან ადამიანები, ოჯახები და დგას ჩვენი მომავალი. ჩვენ უნდა გაუმკლავდეთ ამ პრობლემას მეცნიერულად, პოლიტიკურად და სოციალურად. მონაცემთა ანალიზის, თანამედროვე ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის წყალობით ჩვენ ახლა შეგვიძლია ის, რაც წლების წინ წარმოუდგენელი იყო. მსოფლიო იწყებს იმის გააზრებას, რომ ტვინი არ არის მხოლოდ მედიცინის ნაწილი, ის არის საძირკველი განათლებისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის და სოციალური ცხოვრებისთვის. ახალი კვლევები და დიაგნოსტიკის მეთოდები უნდა გახდეს ყველასათვის ხელმისაწვდომი. ჩვენ უნდა მივწვდეთ ყველა საზოგადოებას, დიდ ქალაქებსა და სოფლებს და გაუზიაროთ პროგრესი, რომელსაც მივახციეთ.
ამ გლობალურ დისკუსიაში საქართველოს ხმაც ისმის. ექიმი ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე პარიზის ფორუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილეა. ჩვენი ქვეყნისთვის მსგავს ფორუმებში მონაწილეობა ნიშნავს წვდომას უახლეს პროტოკოლებზე, რომლებიც საქართველოში პაციენტების მკურნალობის სტანდარტს შეცვლის. საქართველოს როგორც განვითარებადი ქვეყანა ძალიან ბევრი გამოწვევების წინაშე დგას, ცხადია. მათ შორის კვლევები, სამეცნიერო კვლევები, რომელიც სოფლიოს სამყარო განვითარებულ ქვეყნებში ძალიან ფართოდ ფინანსირდება, ცხადია. ეს არ არის, ასე ვთქვათ, ასე არ ხდება საქართველოში. რის გამოც ის ფუნდამენტური, ასე ვთქვათ, მეცნიერება, რომელიც აქ ძალიან კარგად არის განვითარებული, ცხადია, თავის განვითარებაში ჩამორჩება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ საკმაოდ კარგად ვახდენთ ადაპტაციას თანამედროვე გამოწვევების მიმართ, ბევრი მკურნალობის მეთოდი, რომელიც განერგილია, ვთქვათ, დასავლეთ ევროპის და ჩრდილო ამერიკის ქვეყნებში, ინერგება საკმაოდ წარმატებით საქართველოშიც. საქართველოსათვის ცხადია, ძალიან უაღრესად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა მსოფლიოს სამყარო კლინიკურ თუ სამეცნიერო ცენტრებთან, რაც მოგცემს საშუალებას პირველ რიგში ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა ესეთ თანამედროვე ტიპის კვლევებში და მეორე გაიზარდოს ახალგაზრდობა, რომელიც შემდგომში უნდა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ კლინიკურ მკვლევარებად. ტვინის ჯანმრთელობა ყველასთვის. პარიზის 2026 წლის ფორუმი ამ ლოზუნგით სრულდება. მეცნიერებმა და პოლიტიკოსებმა გზამკვლევი უკვე დასახეს. ახლა ჯერი სახელმწიფოებსა და თითოეულ ჩვენგანზეა. გახსოვდეთ, ტვინის ჯანმრთელობაზე ზრუნვა დღეს თქვენი და თქვენი ქვეყნის მომავლის დაზღვევაა.